ფინანსურმა ინსტიტუციებმა მედლის მეორე მხარით თუ დავიწყოთ ჩვენ საუბარს, ანუ ფინანსურმა ინსტიტუციებმა დეველოპერული სექტორის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავის დროზე. მაგრამ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში უბრალოდ ხო, რომ ეს საკითხი ცოტა დევალვირდა, იმიტომ რომ მე საკითხი გადავიდა არაპროფილური აქტივების ფლობა, არ ფლობის კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ტენდენციაც, ეხლა ცოტა პრეისტორიას მოვყვები, მაღლუებლისთვისაც რო იყოს ხილული, რაზე გვაქვს საუბარი. როდესაც აი მაგალითად 2006-ში, 2005-ში, 2007-შიც გამოჩნდა ბაზარზე ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა. და რეალურად მაშინ აი რეპუტაციული კუთხით სექტორს მთლიანობაში, ხო? ანუ სექტორს ძალიან გაუფუჭა იმიჯი ამ კომპანიების არ ვასახელებ ცხადია არც ერთს, ამ კომპანიების არაკეთილსინდისიერმა მიდგომებმა უშუალოდ კრედიტორებთან მიმართებაში, ხო? მოხდა რა? მოხდა ის, რომ შემოვიდა ბანკი, ან რამდენიმე ბანკი, თეთრ რაშზე ამხედრებული, რომელმაც საკუთარი კაპიტალით უზრუნველყოფილი პროექტები შეთავაზა ბაზარს და უპირველეს ყოვლისა შეთავაზა სტაბილურობა და გარანტიები, რომ ისინი ჰაერში არ დარჩებოდნენ. ამან განაპირობა მე ზუსტად აი იმ ეკონომიკური მეტასტაზების განვითარებაც, რაც საბოლოო ჯამში მე დენომინირდა როგორც არაპროფილური აქტივი. და საკმაოდ დიდი ხანი გასტანა არაპროფილური აქტივების ფლობა, არ ფლობის საკითხმაც. ნუ ეხლა ის რომ არაპროფილური აქტივები ეს არ არის კარგი და მავნებელია ბაზრისთვის, ხო, ეს ცალსახად 2x2-4-ია და ამას თვითონ ბანკირებიც თანხმდებიან, ხო? მაგრამ ამავდროულად ბანკებმაც სექტორის განვითარებაში დაკრედიტების კუთხით თავის დროზე, თუნდაც იგივე საბანკო კაპიტალის იმპლემენტირების კუთხით, ანუ ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტი შემოიტანეს და ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავ კომერციულ საბანკო სექტორს. თუმცა დღეს აი ეროვნულმა ბანკმაც დღეს რა, ანუ რამდენიმე წლის წინ მიიღო კანონი, მათ შორის სეპარირებასთან დაკავშირებით არაპროფილური აქტივების ნაწილში და აგერ სულ რაღაც გუშინ წინის წინ Lion Capital-მა M კვადრატიც გაყიდა, ხო? ამიტომაც ანუ ესეც მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური მოვლენა უნდა იყოს ბაზრისთვის. ამას არ უყურებ ნამდვილად ნეგატიურად. თუმცა მივიღეთ ბოლო პერიოდში რა? კონსერვატივიზმის მივიღეთ მათ შორის ბანკების მხრიდან მშენებლობის დაკრედიტების. და ახსნა ყოველ შემთხვევაში ამის ოფიციალური ახსნა განმარტება ის არის, რომ რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ტურბულენტური გარემო არის პირდაპირ პროპორციული მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გავხდით კონსერვატორები დაკრედიტებაში. მოკლედ, აი ამ ძალიან ბევრი კომპონენტის შერწყმით, რომელიც სხვადასხვა წლებში ვითარდებოდა, ჩვენ მივიღეთ ასეთი სუბორდინაცია და ურთიერთობა კომერციულ საბანკო სექტორთან. მე მაინტერესებს აი უშუალოდ შენ პრიზმაში. როგორ შეაფასებდი დღეს ბანკებთან ურთიერთობა? შენ ახსენე დასაწყისში, რომ აი კონკურენტებად კი არა, არამედ პარტნიორებად აღიქვავ ბაზრის სხვა მოთამაშეებს. აი ბანკებს როგორ აღიქვავ და ესე ვთქვათ, ბანკთან ურთიერთობა როგორც მოვლენა, აი შენთვის როგორ შეაფასებდი აი ამ მოვლენას ბოდიში ტავტოლოგიისთვის? გისმენ? აბსოლუტურად კერძო კაპიტალი ვართ. ანუ არც ერთი ნულოვანი საბანკო კაპიტალი. საბანკო კაპიტალი. შესაბამისად არც გვაქვს საჭიროება, რომ მოვიზიტოთ კაპიტალი. მე ჩვენი შეხვედრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ არ ვცდილობ ირმის ნახტომების გაკეთებას. თუმცა ეს შესაძლებელი არის. ბანკით? ბანკით, private equity-ით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შესაძლებელია ამის გაკეთება, სწრაფი ნაბიჯებით, რაღაცა სწრაფი ნახტომების გაკეთება, თუმცა არ ვთვლი, რომ ჩემი ბიზნესისთვის ეს სწორია. მე არ ვამბობ სხვის ბიზნესს თვითონ გადაწყვეტენ ვინ როგორ განვითარდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით უფრო სტაბილურ ფინანსურ სტაბილურობას შევქმნი კომპანიისთვის, ვიდრე მოზიდული კაპიტალით. შესაბამისად, ვუფრთხი ამ საკითხს ძალიან, ანუ კომპანიის განვითარების სისწრაფეს, ამიტომ მე არ მაქვს გამოცდილება საბანკო სექტორთან ურთიერთობის, არ მაქვს მოზიდულ კაპიტალთან ურთიერთობის გამოცდილება, მყავს ფინანსური პარტნიორები სხვადასხვა პროექტებში, თუმცა ყოველთვის არის კერძო კაპიტალი.
თუმცა ჯაჭვური რეაქცია თუ გავყვებით, ეხლა რეალურად ამ პარტნიორებს დარწმუნებული ვარ მე ბანკებთან პირდაპირ კორელაციაც ექნებათ. ამიტომაც დომინოს პრინციპით მაინც ფინანსურ ინსტიტუციასთან მივდივართ. მაგრამ იცი რა მინდა გითხო, აი private equity ახსენე. და private equity-ის ნაწილში ეხლა ასევე ძალიან კაი საკითხი შემოიტანე. private equity-ის ნაწილში ჩვენ საქართველოში განვიცდით ძალიან დიდ დეფიციტს ალტერნატიული ფინანსური რესურსების. ძალიან დიდი და ეს ნამდვილად ცუდია, იმიტომ რომ აი თუნდაც იგივე კერძო კაპიტალის ცნება, როგორც კულტურა, იგივე hedge ფონდების ცნება, როგორც კულტურა, venture-ის ცნება, crowdfunding სისტემები და ასე შემდეგ, ანუ ეს არ არის მაღალი დოზით განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. არ არის მათ შორის თუნდაც ბირჟა, ხო, კაპიტალის ბაზარი, რომელიც ასევე ალტერნატიული ფინანსური რესურსების წინაპირობა და აქედან გამომდინარე, აი ამ მოცემულობების გათვალისწინებით, აი როგორ ახერხებ რო ანუ ინდივიდუალურად, ანუ კერძო კაპიტალზე იყო ორიენტირებული საბოლოო ჯამში. ანუ გრძელვადიანად ხედავ თუ არა რისკებს თუ რეალურად ეს შენი ფილოსოფია, რომელიც არჩეული გაქვს და მიყვები ამას ბოლომდე. ეცი რა, ეს ჩემი ფილოსოფია. მე მინდა შევქმნა სტაბილური კომპანია, რომელიც გაუძლებს წლებს და შეიძლება საუკუნეებსაც. ჩემი ხედვით სწორად ვანვითარებ, შეიძლება ვწდები, თუმცა მომავალი მაჩვენებს, ბაზარზე ვართ უკვე 15 წელიწადია, არასდროს არ ქონია ფინანსური კრიზისი, არასდროს არ ქონია ჩავარდნა, შესაბამისად, ანუ ვფიქრობ, რომ სწორად ვითარდებით. ვართ დაახლოებით წელიწადში ვიზრდებით დაახლოებით 18-22%, რაც ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზრისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. შეიძლება ირმის ნახტომის გაკეთება, რაღაცა წლებში გააკეთო 30-40%-იანი ზრდა, მაგრამ დიდი რისკის ხარჯზე. დიდი რისკი ამ ეტაპზე კომპანიის განვითარების მე მიუღებლად მიმაჩნია. საწყის ეტაპზე შეიძლება, როდესაც სტარტაპი ხარ და პატარა მასშტაბები გაქონდეს უფრო მეტი რისკის კომპონენტი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ. ახლა ბაზარს უკვე ვთავაზობთ ახალ პროდუქტს ფაქტობრივად, მშენებლობის მენეჯმენტის, შესაბამისად, ანუ დიდი გამოწვევების და დიდი opportunity-ის წინაშე ვართ და ნახოთ რა იქნება რა, ანუ არ მინდა აი ამ წითელ ზღვარს, რაზეც ხვდებით კომპანია წლიდან წლამდე, წევ იმ დონეზე, რა დონეზე ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავხდეთ და რატომ? გარკვეულწილად ადამიანი თავისი ფსიქოლოგიითაც და ბიზნესი ხო ერთი და იგივე ეს არის, რა ქვია, ცნება არის რა. ადამიანი როდესაც დაისახავ რაღაცა მიზანს, ეს მიზანი რაღაცა მიღწევადი უნდა იყოს. ისე, რომ შენ არ მოგიწიოს რაღაცა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიო, იმიტომ რომ შემდეგ ამ მიზნამდე უკვე გამოწურული მიდიხარ. მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ძალიან ადვილად მისაღწევი და არ უნდა იყოს ძალიან რთულად მისაღწევი. ანუ აი ეს ზღვარი, გადასახტომი ბარიერის მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორად გვაქვს დასმული და შიგნითაც კომპანიაში ეს იგრძნობა, რომ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ზღვარი, რომელსაც უნდა მივახციოთ და დარწმუნებული ვართ, რომ მივახცევთ რაღაც თავის მოკვლის და ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრ პროცესებზე და დიდ რისკებზე წასვლის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხისთვის, წარმატებები, რა თქმა უნდა, ბევრი. კიდე ერთი მე მაგ კუთხით მე არ გამოგადგები პასუხის გამცემად, იმიტომ რომ არა ვარ პროდუქტის მომხმარებელი და არ მინდა რომ ვიყო პროდუქტის მომხმარებელი. აბსოლუტურად მესმის, აბსოლუტურად და მადლობა სამართლიანი საინტერესო პასუხისთვის.